სტრასბურგში მიმდინარე პროცესების პარალელურად ბათუმში ქართულ-აფხაზური ფორუმი გაიმართა. შეხვედრა ერთ-ერთია იმ ღონისძიებებიდან, რომელთა მიზანიც აფხაზთა შემორიგებაა. პროგრამის მიზანია სახალხო დიპლომატიის გზით და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ფართო ჩართულობით ენგურსგარმა დარჩენილი აფხაზების შემორიგების მრავალმხრივი ღონისძიებების ჩატარება. ქართულ-აფხაზური ფორუმი ბათუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითი და თანადგომით ჩატარდა. ის რომ სახელმწიფოს არ აქვს კონცეფცია აფხაზეთთან დამოკიდებულებით. თუ რა არის ის, რასაც თავაზობს საქართველოს ხელისუფლება, ამ საქართველოს აფხაზეთს, რომ აფხაზებმა მოიხედონ აქ და არა რუსეთისაკენ. აფხაზი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ორმხრივ ურთიერთობებს. მით უმეტეს ეხლა, როცა რუსებმა მოაწერეს ხელი აფხაზებთან ერთად ხელშეკრულებაზე, ასეთი ღონისძიებები პირიქით უნდა მეტი გაკეთდეს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება არც ისე მარტივია, იგი დაკარგული ნდობის აღდგენაზე საუბრობს. კიდევ ერთხელ მივცეთ ერთმანეთს შანსი, დაუჯეროთ ერთმანეთს და გავაწყოთ ის ურთიერთობა, რომელსაც ელოდება ჩვენგან აფხაზები და ქართველები. მინდა გულწრფელად თქვა, არის ხალხი და არა ცოტა, რომელიც ამ განწყობით ცხოვრობს და ამ განწყობით არის დღეს სოხუმში დაწყებული ენგურის ხიდიდან დამთავრებული ფსოვი. აჭარაში მცხოვრები მწერლის და პუბლიცისტის ანზორ კუზბას თქმით, აფხაზმა და ქართულმა ხალხმა ერთმანეთის არ უნდა დაკარგონ. მერთით დადგებოდეს ის დრო, რომ აფხაზ საქართველოში ჩამოესლებოდეს, მას რა თქმა უნდა ამას ხელს არავინ არ უშლის, ნებისმიერ დრო შეუძლია მოსვლა, მაგრამ ერთია, აი ქართველს რო კონდეს იმის შესაძლებლობა და აფხაზების ნება და უფლება, რომ დაადგას აფხაზეთის მიწაზე ფეხი. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. გიორგი ერმაკოვმა საპატიო ბათუმელის ტიტულით სამი ქალბატონი ნუნუ ჩაუშვა, რენა სარიშვილი და მარინე ხანთაძე დააჯილდოვა. მცველებისთვის, აფხაზებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ერთნი ვართ ჩვენ. ამიტომ ეს პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ძალიან გულს მიხარებს ის, რომ ამდენი ადამიანი, ბათუმელები, მათ შორის ქართველებიც, აფხაზებიც ერთად დგანან ამ საკითხში რაღაცნაირად წვრილი შესატანად, რაც ამ საკითხის მოგვარებას შეეხება. ფორუმი ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმის ინტერნაციონალის კლუბ ბათუმის აფხაზეთისა და საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიების ორგანიზებით ჩატარდა. მომავალ წელს ღონისძიება სავარაუდოდ ანატოლიაში გაიმართება.